1922 წელს ქალაქის ბაღი კულტურისა და დასვენების პარკად გადაკეთდა. ხოლო 1933 წელს ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ამ ადგილს ბავშვთა პარკი ეწოდა. ოდნავ მოგვიანებით კი პიონერთა პარკი. 1933 წელს პარკს ცენტრალური შესასვლელი შეეცვალა და ეს ადგილი იტალიის ქალაქ სორენტოდან ჩამოტანილი ესკიზის მიხედვით აშენებულმა პარკის კოლონადებმა დაიკავეს. კოლონადების ისტორია საინტერესოა. მის ჩამოტანაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ცნობილ ბათუმელ ექიმს ივანე მჭედლიძეს, რომელმაც სორონტოში იტალიის ქალაქში ყოფნის დროს მაქსიმ გორკის დახმარებით მოახერხა ნახაზების ჩამოტანა. ჩამოიტანეს ეს ესკიზები, რომელიც შემდეგ გადასცეს მაშინ ბათუმში მყოფ ქალაქის მთავარი ინჟინერს პავლე ნაზარეიშვილს, რომელმაც გაუკეთა ამ ესკიზებს, რა თქმა უნდა, პროექტები, დაამუშავა, მას ჰქონდა განათლება მიღებული ვარშავის უნივერსიტეტში, ასე ევროპული განათლება ჰქონდა მიღებული და ამიტომ მისთვის არ იყო ძნელი, რომ ამ ესკიზებიდან გამოეყვანა ძალიან კარგი ნაგებობები, რომლებმაც მართლაც დაამშვენა ბათუმი. აი ამ ესკიზების შემადგენლობაში იყო დღევანდელი ბულვარის კოლონადები, ცნობილი კოლონადები, შემდეგ ქალაქის ტროპიკული ინსტიტუტი, ეგრეთ წოდებული, რომელშიც ახლა განთავსებულია ხელოვნების უნივერსიტეტი და აი ამ პარკში შემოსასვლელი კოლონადები. 1928 წელს პარკში ბავშვთა საზაფხულო თეატრი აშენდა, რომელსაც ბათუმელები მწვანე თეატრსაც ეძახდნენ. გაიხსნა სიმღერისა და ცეკვის შემსწავლელი წრეები, რომლებიც შემდგომ ანსამბლებად გადაკეთდნენ. 1947 წელს დაიდგა პირველი კარუსელი. 1967 წელს დამონტაჟდა ატრაქციონი რუსული საქანელა. 1968 წელს ჯაჭვისებური კარუსელი. 1960 წელს ბათუმის გემსაშენმა ქარხანამ პარკს საჩუქრად გადასცა პატარა კომფორტული გემი. იმ დროისათვის პარკში ფუნქციონირებდა ნორჩ მეზღვაურთა წრე. თბომავალ პიონერზე ნორჩი მეზღვაურები სწავლობდნენ გემის მართვას, სამანქანო მოწყობილობის მოვლა პატრონობას, საზღვაო რუკების შედგენას. 1962 წელს პარკში შეიქმნა საჭადრაკო კლუბი ციცინათელა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში მაშინდელმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს ტბა თავისი მდებარეობით, მოცულობით, სიღრმით უფრო ბავშვებისათვის იქნებოდა კარგი გასართობი ადგილი, ამიტომ იმთავითვე დაარქვეს მას პიონერთა პარკი და პიონერთა პარკის ტბა, ასე იყო ცნობილი. სხვათაშორის ამ გადაწყვეტილებამ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო, კეთილმოეწყო ტბის ირგვლივ მთელი მიმდებარე ტერიტორია, აქვე მოეწყო ბავშვებისათვის გასართობი ადგილები, ზოოპარკი, რომელიც დღესაც არის და ტბაში ჩაუშვეს პატარა გემი, რომელსაც პიონერი დაარქვეს და გემის ეკიპაჟი მთლიანად ბავშვებისაგან იყო შედგენილი. ეს იყო არა მარტო დასასვენებელი ადგილი, არამედ გასართობი კულტურული ცენტრი. არა მარტო თავად პარკში დაემატა შენობები, როგორც იყო მაგალითად საზაფხულო თეატრი, ჭადრაკის სასახლე, პატარა ბავშვებისთვის ატრაქციონები, არამედ ტბაზე თვითონ ძალიან საინტერესო რაღაცები ხდებოდა. მაგალითად მე მახსოვს ყოველ შემთხვევაში მოვესწარი იმ პერიოდს, როცა აქ ტბაზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იახტსმენები. ოცნებობდი კიდევაც, მოვისწრებოდი იმ დროს, როცა წამოვიზრდებოდი და იახტში ჩავაბარებდი, შეჯიბრებები სიმართლებოდა. გარდა ამისა, აქ იყო ერთადერთი ადგილი, სადაც პატარა ბავშვი შეეძლო თავი წარმოედგინა კაპიტნად. აქ ტბის გარშემო დადიოდა პატარა გემი, სინამდვილეში ნამდვილი გემი იყო, მაგრამ ჰქონდა საშუალება, რომ რამოდენიმე წრე გაგუკეთებია ამ გემის საშუალებით პარკის ირგვლივ. ატრაქციონებიდან
მაშინდელი ატრაქციონებიდან გავიხსენებდი ისე და ისე ყველაზე უფრო პოპულარულ ადგილს, ეს იყო სიცილიის ოთახი და პატარა ბიჭებისთვის ყველაზე უფრო საკრალური ადგილი იყო ის ადგილი, სადაც იყო თვითმფრინავი, ნამდვილი თვითმფრინავი, ყველა ოცნებობდით აი იმ კაბინაში მოხვედრას. ყველაფერი ეს გაქრა შემდეგ, მართალია დღეს ყველაფერი მუშაობს, გვაქვს შვენიერი ზოოპარკი, დელფინარიუმი, მაგრამ ეს პატარ-პატარა დეტალები, რაც ახასიათებდა პარკს და რაც აცოცხლებდა მას, იგივე ძეგლები, არლეგინის ძეგლი იდგა, იგივე რაღაც პატარა რვაფეხა იყო ხიდან გამოჭედილი. ეს ყველაფერი აკლია ჩემს აზრით რაღაც და თუ კი ამ მხრივ ცოტა უფრო განვითარდება პარკი, უფრო საინტერესო იქნება. ეს არის პიონერთა პარკის სხვა. ეს არის 1959 წელი მეტრის 66 სანტიმეტრი იყო თოვლი ბათუმში. ეს პიონერთა პარკის შესასვლელია. 1940 წელს მამა გამოეძახიან საოლქო კომიტეტში. და მამა წარადგინენ იმდროე პიონერთა პარკის ალექსანდროვის ბაღი უნდა გადაკეთდეს რაღაცა და წარადგინა საოცარმა კაცმა ქალაქ ბათუმის სინამდვილეში. ეს იყო ქესკინ ისმაილოვიჩი მეგრელიძე. ეს არის ალექსანდრე ჯიჯეიშვილი, თუ გაიგონიათ ესეთი ერთ-ერთი პირველი ხორეოგრაფი, სანამდე ბატონი ენმერი მოვიდო და ეს 50 წლის თავი არის პიონერთა პარკის. 50 წლის თავი პიონერთა პარკის და თელი განათლების სამინისტრო თავისი დირექტორებით ეს საუცხოო სურათია. 52 წელი. საოლქო კომიტეტის დივანი დააპატიმრეს ბევრი ხალხი თბილისში, მოსკოვში, რაღაცა ასეთი მოძრაობა წავიდა. ჩეკავს დივანი კონკავშირის იყო ნინა ჟვანია. ისიც დაიჭირეს. ვიღაც ფარულავა, ეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ესა მოსკოვში. ის კი არა ერმიტაჟის დირექტორის დაიჭირეს. და მამაჩემ სურათი ქონია გადაღებული ამათთან. გასამაგრებლად თუ რაღაცა მამასაც მოგიძრა ხელი. მამა აკაკი კონსტანტინესზე ჩავჭერეს. ბათუმში მიუსაჯეს მას 25 წელი. მერე გადაასახლეს და 14 წელი დავდიოდით კალიმა, მაგადანი, ნახოტკა, ვარკუტა, სოლიკანსკი, რომელსაც ქვიოდა თეთრი გედი კოლონიას. და მამა რო დააპატიმრეს, ძანება არ ვიცი საიდან იყო, როგორ ყველაფერი წაიღეს ბალიშის პერიანად. იქ იყო სურათები, ძალიან ბევრი აფიშები, ბათუმის სინამდვილეზე, ეს ჩვენი soboro, ეგე როგორ აშენებენ ამ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს 1900 წელს, ანუ უფრო ძირა 1890 ძმები ბზუვალაშვილები. ეს არის აი ის პერიოდი, როდესაც ეს ялთიანი ნავები მამამ შეაკვეთია, არ მახსოვს ეს წელი. ეს არის პიონერთა პარკის ტბა. ეს არის 1890-იან წლებში გადაღებული სურათი. ეს არის პიონერთა პარკის ტბა. ცოტა ადრინდე. მაშინ ასეთი ნავები იყო ბალდახინით და ყველა ბანაობდა ამათთან ერთად თურქეთის ეს პერიოდია. ანუ 1878 წელს თუ შეიცვალა
მდგომარეობა რო აჭარა დაუბრუნდა საქართველოს ეს პერიოდია ცით. ამაჩემის დროს აშენდა გემი. მთელი ბათუმის ახალგაზრდობა პიონერთა პარკში გაიზარდა. ეს არის მძღოლი, ეს არის გემის ხელმძღვანელი. ვაშკაცსაც უძახოდნენ, არ ვიცი სახელი არ მახსოვს და ეს თანამშრომლები პიონერთა პარკის 1953 წლამდე მას არ ჰქონდა ჯებირი. ანუ მაშინ დაიწყო. მე მახსოვს პირველი 53 წელს. და ესენი ეს ქეთო გოცირიძეა ეს ქალი. წელს ახალი წელი მომილოცა ადერკინ ივანის კოპლადაზე. ესა ჩვენი ბათუმის ქალაქომის დივანი. და მე მოულოცე 93 წელი ცოცხალი. მამაჩემი რომ განთავისუფლდა და ჩამოვიდა ბათუმში. თამადა იყო იუსუფ ობალაძე. მე არ ვიყავი, მე ჩავში მუშაობდი და რაღაცაზე გამაგზავნენ თბილისში და დამირეკენ მამა უკვე ჩამოვიდა. ბათუმის ყოფილი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი, იგივე პიონერთა პარკი, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გამორჩეული თვალსაჩინო ადგილია. თავის დროზე ეს რამდენიმე საინტერესო რეჟისორის თვალთახედვის არეაში მოყვა და ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული მაგალითი ქართულ კინემატოგრაფში რომანტიკული საოჯახო კომედია მანანა, ალბათ ყველას ახსოვს, აქ არის გადაღებული. კადრით მანანას იქონდა ბავშვი დახშობის ფაქტის, ისევ ამ ნოლიგელის ბაზაა გადაღებული. ეს ადგილია დაახლოებით ძველად უკვე კომუნისტების მმართველობის ჟამს, სადაც ნავების გაქირავების პუნქტი იყო და ზუსტად ამ ადგილაცაა გადაღებული სცენა, სადაც მანანას რაღაც თავსაბური კინტივოს წყალზე. ფილმი გადაღებულია 58 წელს, უცებ გახდა ქართველი მაყურებლის ფავორიტი. სიმღერებიც კი ახსოვს და მუსიკალური გაფორმება და ვერბალური მასალაც ხალხს ამ ფილმიდან. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი, რაც კი ბათუმის ტერიტორიაზე გადააღებულა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პირველი თვალსაჩინო მსოფლიოში სრულმეტრაჟიანი ფართოფორმატიანი სტერეოსკოპიული ფილმი. ეს ფილმი გადაიღეს 46 წელს და ქვია რობინზონ კრუზოს მოგზაურობა და ზოგადად რობინზონ კრუზო ასე შემორჩა გაქირავებას. ფილმი საბჭოური პერიოდის არის და გადაღებულია ზღვის სანაპიროზე, წვანე კონცხიდან დაახლოებით ბენზეს ტერიტორიამდე. ის რომ ბათუმ ძალიან კარგი ფაქტურა აქვს კინოსთვის, ასეთი ქალაქი თიძე ჩამოსაქმელია, თუნდაც იმ ეპოქის საბჭოურ სივრცეში დროულად შენიშნა მესვეურებმა საბჭოური კინოსი და
გადაღებებმაც არ დააყოვნა ერთ-ერთი ასეთი ძალიან გახმაურებული და იმდროინდელი ჰიტი კინოსი გახდათ Леонид Гайдайის 12-ის კამი, რომელიც ასევე ბათუმშია გადაღებული. Позвольте, товарищ, почему вы заклеиваете театр Колумб? Гастроли преждевременно закончились. Почему? შრომელი ხალხის მოთხოვნით გასტროლები დამთავრებულია. გენიალური სამსახიობო დასია წარმოდგენილი, მათ შორის ქართველი თავაროლში, კარგად გახსოვთ ალბათ არჩილ გომიაშვილის დამაჯერებლად ესე ვირტუოზულად შესრულებული ოსტაპ ბენდერი. Так вот, за нами следят уже 2 месяца. Боже мой! И, вероятно, завтра на конспиративной квартире нас будет ждать... Благодарю вас. Нас будет ждать засада. Коммунистების პერიოდის დასასრულისას უკვე დიდი ქართველი რეჟისორებიც მიმართავენ ბათუმში გადაღებას. მათ შორის ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ელდარ ჩენგელაია, გახსოვთ არაჩვეულებრივი გამოფენა, ბათუმის სცენები, ძველი ბათუმის ძველი უბნის სცენები. ერთხელ როცა ალეპოში ოსმალი ვინმე ავს იდეთ გმული ямაკი კონზე მოსული ვენეციელსა სანდერცა ამის ქვეყანას რუში უდიარი სიტყვებით მოიხსენიებდა ისწი ენ ხაფაქსა ტახსაცი დაცვეთის და დავკარ აი რა თქმა უნდა მონანიება რომელიც იმ პერიოდში კომუნისტური მართლობის ანტიკომუნისტური ანტისაბჭოური ფილმის სახელით შევიდა ისტორიაში და ბერლინში მთელი რიგი პრიზებისა მიიღო. ბათუმის სუბტროპიკული კლიმატი, ძველი და ახალი არქიტექტურის მკვეთრი კონტრასტი, ხასიათი, ნატურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ბათუმი იყოს კინემატოგრაფისტვის რაღაც გამორჩეული გადაღების პლატფორმა და პლაცდარმი. ადრინდელი რეჟისორები, ძველი თაობის რეჟისორები ამაში ხედავდნენ მათი გემოვნების და მათი წარმოსახვისთვის ყველა საჭირო ელემენტს და ვფიქრობთ, რომ მომავალი თაობის რეჟისორებიც გამოიყენებენ ბათუმის ფაქტურასა და ბათუმის ხასიათს. Видите, озера Гёльбаши и Сирас. И здесь кладбище, и вот здесь оно. Это озеро было соединено вот здесь вот, как видите, маленьким проходом, и оно было между собой соединялось. Карта Манганари 1834 года. Вот наше озеро Нуригель. Из него речка вытекает под названием Сирас. Вот здесь это Аджарское шоссе. Здесь находится вот гостиница Бакуридзе, да? Бакури находится, Бакуридзе гостиница. А здесь находится наша больница республиканская. Таможенный пост, это был выход уже за пределы города. И под землей и сегодня идет речка Ангиса. Вот она протекает. Она сегодня течет под землей. Сейчас я вам ее покажу. И вот затекает она в наше озеро. Вот часть заходит во второе озеро и выходит в Нуригель, а вторая часть озера затекает в сторону бульвара нашего, нового бульвара в Ардаганку. Сейчас я вам покажу ее тоже. Вот это место, где течет река. Я специально спустился вниз для того, чтобы это место снять. В разные годы. Я сказал, когда ремонтировали его, что у вас провалится. Мне не поверили. Пришел другой раз, опять говорю, опять не поверили. Я им дал карту тогда. Я сказал, сейчас опять провалится в ближайшее время. Это я говорил раза 3.
ბათუმის ზოოლოგიური კუთხე, ზოოკუთხე ჩამოყალიბდა 1937 წელს. იქამდე მისი წინამორბედი ორგანიზაცია იყო ეგრეთ წოდებული სამხეცე, რომელიც დაკომპლექტებული იყო მოხეტიალე ცირკებისა და დასებს გააჩნდათ გარეული ცხოველები, როგორც იყო თქვა დათვი, გელი, მელა და ანუ ვთქვათ გარკვეული მიზეზების გამო ისინი უკვე ვეღარ მონაწილეობდნენ ციხში. შესაბამისად ისინი იძულებული იყვნენ რომ სადაც გალიებში მოეთავსებინათ. და ამ თანამედროვეობით ამ გალიათა რაოდენობა მიიმატა და გახდა საჭიროება რომ შეექმნათ შესაბამისი დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ცხოველების მოულა, პატრონობა, გამოკვება და შეიძლება თქვას რომ ეს სამხეცე გახდა წინამორბედი მაშინდელი ზოოლოგიური კუთხისა. ბოლოს 1972-73 წლებში მოხდა ზოოკუთხის რეკონსტრუქცია, ანუ ის ძველი ვოლიერები, რაც იყო ძირითადად იყო ნაშენები ხის მასალიდან გამოსული იყო მწორიდან და ზოოკუთხის 80% ფაქტურად გადაკეთა და თავიდან აშენდა. და შესაბამისად ზოოკუთხე იყო 1927 წლიდან. 2006-2007 წლების რეკონსტრუქციის შედეგად მას მოემატა ტერიტორია და 2.7 გექტარიდან ის გახდა უკვე 2 გექტარის რაოდენობის. ზოოკუთხეში მუშაობს 19 თანამშრომელი, რომელიც მუშაობს დღე-ღამის განმავლობაში. ამით არის ღამის მოვლელები, დღისით არის დღის მოვლელები და შესაბამისი ვეტერინარული სამსახური. წლებში პარკის ძირეული რეკონსტრუქცია განხორციელდა. მის მთელ ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა ნიადაგი, გაიგო კორდი, დაირგო ახალი მცენარეები, გაკეთდა ინგლისური სტილის გაზონები, გამაგრდა ტბის ნაპირი და მის გარშემო ჩაირგო ნორჩი ტირიფები. აშენდა ახალი ნაუმისადგომი, კეთილმოეწყო ზოოკუთხეც. ბავშვებისათვის ჩაიდგა ატრაქციონები. წლების შემდეგ ფუნქციონირება განაახლა დელფინარიუმმა. პარკის ტერიტორიის საერთო ფართობი ახლა 157.641 კვადრატული მეტრია. ბათუმის პარკი მალე 135 წელს მიუკავშირებს.